ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ტენსის ან რაიონში დეპუტატობის კანდიდატს ან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ბატონო ლევანს. იცით რა ხდება? ხალხს აქვს ასეთი ინფორმაცია. ბატონი ლევანი ამბობს, რომ ამ წუთებში ვარ წარმომადგენელი. რადგან ბატონი ლევანი ასე საუბრობს, ესე იგი სასი არის და დაუჯერება. ეხლა აქ იყო მობრძანებული და შევხვდა. კი, როგორც მაჟორიტარ დეპუტატი. ოფიციალურად თქვა თვითონ განაცხადა? კი, ესე იგი ვიყრიკე. ასე თქვა. რამოდენიმე ჩავწერე, რომელმაც ითქვა, რომ ბატონაო აქ მცხოვრები. ბატონაო ლევანმა თქვა, რომ წარგვიდგინა თავი ესეო, რომ დეპუტატობის კანდიდატი. ხვალ 28 აგვისტოს იქნება წარდგენა ეს ყველაფერი ოფიციალურად წარდგენა და ეს სად იქნება შეგიძლიათ? ნახავთ, გაიგებთ აუცილებლად. ანუ რაიონში იქნება? გაიგებთ და წინასწარ პრეს-რელიზით დაგირიგდება და გაცხადებათ ყველაფერი. თქვენს რო გაკეთდება უნდა. ვინ თქვა? უფროსობამ, ვინც იყვნენ. როგორ ასწორდა ბაშა? ანუ რა რანგში ხდებოდა ამ ადამიანებს? თქვენ ვინ აბძანეთ? ინფოცხლის ჟურნალისტი. მე როგორც ვიცი, თქვენ ამ სოფლის გამგებელი ბრძანდებით. დიახ, შეგიძლიათ გულპასუხოთ? არა. რატო? რა ვიცი, აბა როგორ რატო? არა მაქვს სურვილი და იმიტომ თქვენთან საუბრის. რატომ თქვენ მუშაობთ საჯარო სამსახურში? და რატომ ეს ისეთი საჯარო სამსახურში მუშაობთ, ხო? შესაბამისად უნდა გასცეთ კორესპონდენცია. ეგ ჩემს სურვილზეა დამოკიდებული. შევიძლია მოგცეთ. მე მაინტერესებს უბრალოდ აქ რა შეხვედრა იყო. მე გვიან მოვედი და არ ვიცი. აგეთ, მე ბატონო და რა შეხვედრა იყო, შეგიძლიათ ვთქვა ბატონ ლევანთან. მე მოვედი შეხვედრაზე, სადაც მობრძანებული იყო სოფლის მოსახლეობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ბატონმა ლევანმა ანუ როგორ წარადგინა თავი მოსახლეობა? ბატონ ლევანს არ წარუდგენია თავი, მე რომ მოვედი იყო საუბარი სხვადასხვა საკითხებზე. სოფელს რაც საინტერესებდა იმ საკითხებზე. კონკრეტულად რა? კონკრეტულად გაზის შენებლობა, წყლის საკითხები და ასე შემდეგ. ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ხვალ ამ ადამიანის წარდგენა იქნება დეპუტატობის. არ ვიცი, მე ვერ გეტყვით. ანუ თუ იქნება სიამოვნებით მივალ და დავისწრებთ.